და კოლავს საქართველოსა და თურქეთის ჯახი. წინა თამაში მოვიგეთ, აქაც იგივეს ვეცდებით, რომ მოვიგოთ. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. თურქები იწყებენ და პირდაპირ სახიფათო შეტევით იწყებენ. ქოჩორაშვილი კაია ჩაჭრაზე, ჩაკვეტაძე ვერ ამოარტყა და სამწუხაროდ ანგარიში გაგვიხსნეს დასაწყისშივე ძალიან ადრე და 1-0 იგებენ. ეს ცუდია და ეს მოტრიალება უნდა და ამორტყმა, მაგრამ ვერ მოახერხა და ახლა ქართველები მოდიან შეტევაზე. კარგი გაყოლება, კვარაცხელია, ოდიშარია, კარგია. აბა თავის ჭადოს რჩა წოდება, დავითაშვილი დარტყმა, ზურიკო დავითაშვილი, სწრაფი გოლი, სწრაფი პასუხი. ზუკა დავითაშვილი, აბა რა. მუცლით გაიტანა გოლი. მუცლით თითქმის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ იტანს გოლებს. რა მაგრა გაიტანა. და კარგია ასეთი ჩქარი პასუხი რომ მივეცით და უდიშარია, კარგია გააყოლა, მაგრამ ჩაჭრეს თურქებმა. თვითონ თურქები მოდიან შეტევაზე და არ უნდა მივცეთ გოლი, არ უნდა გავატანინოთ. კვერნაძე კარგია, ამოარტყა, არა ვეღარ ამოარტყა კვერნაძემ ახლა და ბერუაშვილი ჩააწვდის, ბერუაშვილი ჩაწოდება, გულერს მოარტყა და მაინც ამოვარტყით, შევძელით, აბა და კარგი შეტევაზე გადავდიოდით. კვერნაძე კარგია, ხუჩა კვარცხელია, ხუჩა რა კარგი მოძრაობები, მიდი ხუჩა დარტყმა და სამწუხაროდ მეკარემ მოგვიხსნა ჩაკირმა და განაახლებს თამაშს. აბა ჩაჭრაზე მიდის ლომინაძე, კარგია ჩაჭრა, ლომინაძემ ამოარტყა და სამწუხაროდ ჩაკირმა გამოიტანა ბურთი და ეხლა ქართველები მოვაწოდით აუტს. ოდიშარია, კვერნაძე და თურქებმა ჩაჭრეს და შეტევაზე მოდიან. დავითაშვილი, მიდი. დავითაშვილი აპრესინგებს, კარგია, არ უნდა მოუშვა და კარგი იყო, ბრავო დავითაშვილი. საუკეთესოა ჯერჯერობით ქართველთა რიგებში და კვარაცხელია ცდილობს ჩაჭრას და კარგ პრესინგზე ადის და თურქები მოდიან შეტევაზე. დავითაშვილმა დაკარგა ბურთი, თურქები მოდიან შეტევაზე და ჩაუჭერით თურქების შეტევა. დავითაშვილი კარგია, კარგად ამოარტყა და მიქაუტაძემ ვეღარ შეიმაგრა ბურთი. ოდიშარიაზე ვთქვი, რომ ბრწყინვალე ქართველია, მოიცა ჯერ ამ შეტევას მიოდევნო თავი ჟორჟი მიქაუტაძე, კარგია. დარტყმა ჩაჭრეს. კუთხურია და მინდოდა მეთქო ოდიშარია რაც მოვიდა გაიბრწყინა. საქართველოს ნაკრებს მუხტი შესძინა, მაგრამ გოლების გატანის გარდა ყველაფერი ლამაზად გამოდის. გოლებსაც ხანდახან იტანს, მაგრამ ისე ხშირად ვერა. გოლებსაც რო იტანდეს უძლიერესი იქნებოდა. გოლები ცოტა უჭირს, მაგრამ მაინც მაგრა თამაშობს ძალიან. და თურქები ჩააწვდიან შეტევაზე და ოდიშარია უფრო დაიმკვიდრა თავი ძირითადში. კარგია ჩაჭრა, ზუსტად ოდიშარია, კვარას გაუყოლა, კვარა დარტყმა და ჩაკირმა მოხსნა სამწუხაროდ. კარგი მეკარე ყავთ, მათი მეკარიც არ გამოიყურება ცუდად და კვარა ჩააწოდა საჯარიმოში და გამოიტანეს თურქებმა და აუტი გვექნება ჩვენ და ჩავაწოდით აუტს და ჩავაწოდეთ აუტი. ქოჩორაშვილს მიუვიდა პასიც, გააკეთა კვერნაძე, დარტყმა და ქართველმა დაბლოკა ბურთი და კიდევ ერთხელ დაბლოკა. ლომინაძე კარგი პრესინგი იცის, როგორც იცით და ისიც მაგარია საქართველოს ნაკრებში რაც მოვიდა. და აქ დამთავრდა პირველი ტაიმი და მეორე ტაიმიც იწყება, დაიწყო მეორე ტაიმი.
და ვნახოთ მეორე ტაიმში რა მოხდება უკეთეს. რამე თუ მოხდება უკეთეს ჯერჯერობით 1-1-ია. სწრაფი გოლებით დაიწყო ეს თამაში და კარგია გაგნიძე. შემოვიდა გაგნიძე, უნდა მეთქვა დარტყმა და კარგია, მაგრამ ცოტა აბლარდულობა იყო და ვეღარაფერი მოახერხეთ და აქ მეკარე რას შვება. ჩაწოდება უნდა და მიქაუტაზე ახლოს იყო ძალიან ჩაჭრამდე და ოპ ეს სახიფათოა კოჩორაშვილმა კარგად იმოქმედა, მაგრამ სამწუხაროდ წითელი ბარათი გიორგი კოჩორაშვილის და 10 კაციანი საქართველო დაურჩით. ნახოთ რამდენად გაუძლებს 10 კაციანი საქართველო თურქეთს. აქ მოგება ამფრე უეჭველი გვჭირდება. კენან ილდიზი დარტყმა, ძელს გაარტყა, თავი აღარ უნდა დავარტყმევინოთ და სამწუხაროდ 2-1 თურქები იგებენ 2-1 და ძალიან ცუდი რამე დაგვემართა და არტყა ძელს მოხვდა პერუაშვილის ხელში ახება უნდა და მაგრამ გამოაცალეს, პასი გააკეთეს და პირდაპირ კარში შეაგორეს. ძალიან სამწუხარო გოლი გავიდა და შეიძლება ცოტა სულელურიც იყო. მაგრამ კარგია ხვიჩა, მიდის ხვიჩა, კარგია, ჩაწოდა მიქაუტაძე დარტყმა და კიდევ ერთი სწრაფი პასუხი გიორგი მიქაუტაძესგან. წეხანო დავითაშვილმა უპასუხა ჩქარ გოლს. და ახლა მიქაუტაძემ ამიტომ თურქებს არ უარგებთ თავის გატანილ ერთ გოლს და სულ ვუქაჩა. რა კარგი თავური იყო შეიმგინაცვალე. და ილდიზი გათამაშა და ეს რა გაყოლება, კარგია მიქაუტაძე. ჩაჭრა ბურთი თურქები ჩაკვეტაძე, კარგი იყო ჩაჭრა ოდიშარია, ვეღარა მოარტყა და კარგია აქ რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ამოარტყა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა აქ. კიტეიშვილი გათამაშა, გაგნიძე წართვეს, გაგნიძე გამოეკიდე, დარტყმა და 3-2. სამწუხაროდ 3-2-ზე დაწინაურდნენ თურქები. გაგნიძეს შეცდომა და თურქები წინ გაგვეჭრნენ. ახლა თავია ვიფიქროთ სწრაფა მოკაჩვაზე მიქაუტაძე კვერნაძე, კაია გაუყოლა, მაგრამ ისევ თურქები არიან და კარგია კიტეიშვილი და რა გაყოლება, მაგრამ არა არ გამოვიდა აქედან არაფერი. კარგია მიქაუტაძე ჩაჭრა, ცარიელია, კარი დარტყმა და 3-3. ისევ გავათანაბრეთ და ისევ მიქაუტაძე მან დუბლი შეასრულა. მიულოცოთ გიორგი მიქაუტაძეს. მისი დუბლი ძალიან დიდ როლს ასრულებს ამ თამაში, როგორც დავითაშვილის მოცლური გოლი. მან პრესინგით კარგად ჩაჭრა ბურთი და ცარიელ კარში შეაგდო. და თურქები მოდიან შეტევას, მაგრამ არ უაცოდეთ. კარგია მიქაუტაძე, გაუყოლა დავითაშვილს, ჩაწოდა, კვარაცხელია დარტყმა და ხვიჩა კვარაცხელია და საქართველოს ნაკრები წინ გადის 4-3. ხვიჩა კვარაცხელია, ეგრეთ წოდებული ყვაღა საფრანგეთში მოხსენიებული. იმან წინ გაგვიყვანა. ძალიან ლამაზი თავური გოლით და ამ თამაში ერთადერთი ფეხური გოლი იყო, რომელიც მიქაუტაძემ გაიტანა. სხვა დანარჩენები იყო ერთი მუცლით, დანარჩენი 2 კი თავით. კარგი იყო აქ ხვიჩა კვარაცხელია უბრწყინვალესი და აქ სახიფათო შეტევა. ილდიზი მოდის დარტყმა და სამწუხაროდ 4-4 გახდა კარში. როგორც ჩვენ ვუპასუხეთ წეხან გოლს, თვითონაც გვიპასუხეს იგივენაირად.
სამწუხაროა, მაგრამ მაინც კიდე არის დრო გააჩნია მსაჯი რამდენს დაამატებს და თუ გვეყოფა ეს დრო. 4-4 ჯერჯერობით. ჩაკვეტაძე გაყოლა, კარგია, დავითაშვილი მიწევს, ჩაწოდა საჯარიმოში ოდიშარია და 5-4. ოდიშარიაზე წეხან თქვი ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ აკლია გოლები. ეს ვფიქრობ დღევანდელი მატჩისთვის უმშვენიერესი თამაშია და გოლიც ძალიან კარგად დაამშვენებს ოდიშარიას. რა მაგარია ოდიშარია, უბრალოდ შეხედეთ და 5-4. და თურქებმა არ გაგვითანაბრონ ისევ მთავარია და მოდიან სახიფათო შეტევაზე. კვერნაძე მოსდევს აქ, ჩაუსრია და კვერნაძე და წითელი ბარათი სამწუხაროდ და 9 კაცა საქართველო უნდა ვიბრძოლოთ 11 კაცა თურქეთთან რო არ გაგვითანაბრონ და უფრო ცუდი კიდე საერთოდ არ მოგვიგონ, რადგან 11 კაცა თუ ვიყავით სწრაფი გოლი გაგვიტანეს და ძალიან მალ-მალე გვითანაბრებდნენ როგორც ჩვენ და ასე რომ ფრთხილად და ჯარიმა ძალიან არაზუსტად შეასრულა. და აბა კარიდან დაარტყმა დიმირალი შემოვიდა და 5-4 ვიგებთ ჯერჯერობით. დავითაშვილი ვერ ამოარტყა, შეცდომა დაუშვა უპატიებელი, მაგრამ ჩაჭრა ბურთი არა ვერ ჩაჭრა. თურქები დაარტყმა და სამწუხაროდ 5-5 გახდა ანგარიში. ძალიან დაძაბული მატჩი მიმდინარეობს. საიდან შეგვიწვრინა ეს პერუაშვილს შეეძლო ამის აღება და გაუყოლა, კარგია, დავითაშვილი ერთ შეტევას გვაცდის მსაჯი, ჩაწოდა ოდიშარია, დარტყმა იყო და არა იყო რა, იყო ერთი ოდიშარია რომელმაც თურქები განადგურა. ეს მას ძალიან დაამშვენებს, დუბლი და საქართველო 6-5-ზე გაიჭრა წინ, ბოლო წუთებზე გატანილი გოლი და მოგებული 3 ქულა. საქართველოზე ნაკრები ევროპის ჩემპიონატს კიდევ უფრო დაუახლოვდა ოდიშარიას უმაგრესი თამაშით და დუბლის გამო. აი, ეს არის ოდიშარიას ძალა. ძალიან მაგარი ფეხბურთელი ყავს. აქ შეტევაზე მოდიოდნენ სახიფათოზე, მაგრამ თამაში მურჩა და ვერ მოასწრეს გოლის გატანა, კარგია და მოვიგეთ 6-5.